ყველას გულითადათ მოგილოცავთ ნათლისღებას უფლის ამთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი სხვაგვარად კი განცხადების დღესასწაულს დღევანდელ დღეს ჩვენ ვიხსენებთ რისთვის ვართ მოწოდებულნი დღევანდელ დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენი ნათლობის დროს დადებულ პირობას და ფიცს ღვთის წინაშე რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ისე როგორათაც ღმერთი ან უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვამცნებს წმინდა წერილში დღეს ვიხსენებთ სინანულით ამას და ფიქრობთ იმაზე რომ არ ვარ ჩვენ ის ხედარნი ქრისტეს ეკლესიისა ვინც საკუთარ თავზე აიღო პასუხისგებლობა და ამ პასუხისგებლობას ბოლომდე ატარებს ჩვენი სახე დღეს შეუპოვარი მსახურებისა არის იოანე ნათლისმცემელი ვინ არის იოანე ნათლისმცემელი ეს ყველა ჩვენთაგანი უნდა ვიყოთ ჩვენზეც უნდა თქვას უფალმა რომ დედათა შორის ნაშობთაგან აი მაგალითად შენზე ნებისმიერზე უნდა თქვას რომ ისეთი დიდი მოღვაწეა ეს ადამიანი რომ აი რო იტყვიან ხოლმე უბრალოდ ერში რო ვიტყვით ხოლმე აი ვენაცვალე შენს გამზრდელს ვინ გშობა და როგორი ადამიანია კარგი ეს სიტყვები ყველა ქრისტიანს უნდა მიემართებოდეს იმიტომ რომ იოანე ნათლისმცემლის შექება ეს არის ქრისტეს მსახურების შექება ვინც ქრისტეს გულითადათ ემსახურება ვინ არის იოანე ნათლისმცემელი იოანე ნათლისმცემელი არის ადამიანი რომელიც მარტივად რასაც ფიქრობს იმას ლაპარაკობს და რასაც ლაპარაკობს იმას აკეთებს დღევანდელ ადამიანს აი ეს გაუცხოება და განხეთქილება აქვს შინაგან ჩვენ ერთს ფიქრობთ და სამწუხაროდ ძალიან ცუდად ფიქრობთ და დააკვირდით ყველამ ჩვენს ფიქრებს და განზრახვებს რა ფიქრები გვაქვს მერე თამაშობ და ლაპარაკობთ იმას საერთოდ უცხოს და საერთოდ სხვას იმ ფიქრისგან რომელიც არის და მესამე ლაპარაკობთ ერთს და მერე ვაკეთებთ საერთოდ სხვას ცხადად თუ დაფარულად აი იოანე ნათლისმცემლის პიროვნება ეს არის შეხსენება ჩვენი ნათლისღების დროს მიცემული პირობისა რომ მე ვარ ადამიანი რომელიც რასაც ფიქრობ იმას ვსაუბრობ და რასაც საუბრობ მოკლედ იმას ვაკეთებ აუცილებლად რაც აკლია დღევანდელ ადამიანს და ამიტომ დღეს ვიხსენებთ ამ მდგომარეობას იოანე ნათლისმცემელი არის პიროვნება რომელმაც სული გამოაღვიძა იმ ძველი აღთქმისეულ ეკლესიაში ანუ იოანე ნათლისმცემელი არის ადამიანი რომელშიც აი დღეს განცხადება არის საუბარი ხო უფალი ბრძანებს ასეთ რამეს რომ გაიხსენეთ აბა ესრეთ ბწყინავდეს ნათელი თქვენი წინაშე კაცთა რათა იხილონ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა ანუ ქრისტიანი ადამიანი რა არის დღეს შენი ოჯახის წევრი სახში რომ მიხვალ უნდა იძახდეს რომ მე მწამს ღმერთისა ღმერთის განცხადების ამ წამს დღეს სამყაროს განეცხადა ღმერთი და სამყაროს განეცხადა ღმერთი არა წყლის მეშვეობით იმიტომ რომ დღევანდელი დღესასწაული არ არის წყლის შესახებ ეს ყველამ კარგად დაიმახსოვრეთო დღევანდელი დღესასწაული წყლის კურთხევისა და წყლის შესახებ არ არის დღევანდელი დღესასწაული არის ქრისტეს შესახებ და რას გვეუბნება ღმერთი ქრისტე რას გვახსენებს და რას გვეუბნება ჩვენ როგორები უნდა ვიყვეთ რა პასუხისგებლობა გვადევს როგორც ქრისტიანებს და აი რომ ასეთები არა ვართ წყალს გვაძლევს როგორც მოწყალებისას რომ იქნებ წყალი გახდეს საშუალება იმისა რომ ადამიანი გახდე ერთხელ მაინც თქვა რომ იცი რა მე შევიცვლები და უკეთესი გავხდები თქვენ ყველა მოისმინეთ საოცარი ლოცვა რომელიც იკითხება დიდი აიაზმის დროს და ალბათ ფიქრობ ხოლმე წეღან ფიქრობდი ღმერთო აი ხლა რაც მე გთხოვე ამ ლოცვაში ეგ რომ მართლა მომცე ვის გვინდა ეგ
მართლა რომ დაგამდაბლოს ღმერთმა ვის უნდა? მართლა რომ ადამიანი მორჩილებისკენ წავ ვის უნდა? არც ერთს არ გვინდა ჩვენ ეს ყველა. მართლა რომ გულმოწყალე გახდე ადამიანი ვის უნდა? არა, იმიტომ რომ ჩვენ გძულს მსგავსი რაღაცა. ჩვენ ამიტომაც გარეგნულად ვიღებთ მონაწილეობას ყველა თქვათ ესე ღვთისმსახურებაში და ჩვენში საბოლოო ჯამში არაფერი არ იცვლება. დღესო შეგვეკითხოს ყველა მადლობა ღმერთს ამისთვის რომ მაინც მოდის ადამიანი ეკლესიაში წყლის წასაღებად, ნაკურთხი წყლის წასაღებად, მაგრამ მე გეტყვით რომ ეს დღესასწაული არის ღრმა, გაცილებით ღრმა და ეს არის ჩვენზე, ეს არის ქრისტეზე და ეს არის ჩვენზე თუ როგორ ხვდება ადამიანი ღმერთს და რა მოსდის ადამიანს ამ შეხვედრის დროს. აბა დაფიქრდით უბრალოდ, მოხდა კია ჩვენი შეხვედრა ღმერთთან. ამიტომ სამყარო ელოდება ღვთის განცხადებას და ღვთის განცხადებას არ ელოდება წყლის ხურებით, ხალხო. წამო გავიდეთ ეხლა წყალი ვასხუროთ, სამყარო თქვენ გონიათ გამოვა და ვინმე იტყვის დიდება ღმერთს. შეიძლება ერთმა ორმა ადამიანმა გააკეთოს ეს, მაგრამ სამყარო განცხადებას ღმერთისას ელოდება ადამიანში, ქრისტიან ადამიანში, რომელიც მერე გარეთ გადის და მისი შემხედვარე იძახია, რომ დიდება ღმერთს, იმიტომ რომ ჩემ ცოლს ესეც ხედავ. დიდება ღმერთს, რომ ჩემ ქმარს ესეც ხედავ. დიდება ღმერთს, რომ ჩემი შვილები ესეთები არიან. დიდება ღმერთს, რომ ჩვენი საზოგადოება არის ესეთი. ანუ ეკლესია აი ამ შინაგან ფერის ცვალებას განიცდის. ეკლესია უბრუნდება თავისი ნათლობის აღთქმას. ეკლესიის წევრები და იხსენებენ, რომ ღმერთო, როგორც იოან ნათლისმცემელი ეუბნება, ვინ გიჩვენა თქვენ სილტოლვაი მერმისა მისგანო. ანუ ვინ გიჩვენათ რომ გაექცეთო აი ამ ისე იგი რაც მერე დაგატყდება ადამიანს თავსო სილტოლვისაგანო, ვინ გიჩვენათ ესო და ჩვენც ახლა აი თითქოს ნათლისმცემელი გვეუბნება რომ იქ იდგნენ ფარისევლები და ისინი იძახდნენ რომ ჩვენაო რად გვინდაო ნათლი რასაც შენაკეთებო, ჩვენი მამაო აბრაამი არისო. რამდენი ჩვენთაგანი დგევარ და ვიძახით, რა თმინდა მე ეს, რაზეც ახლა მამა გიორგი საუბრობს, რაში მჭირდება ეს გაწმენდა, მე ქრისტიანი ვარ, მე ეკლესიის წევრი ვარ, ქრისტიანი ვარ, მანდ უკვე დამთავრებულია ყველაფერი, უკვე ვარ ქრისტიანი. ეს არის და ნათლისმცემელი მაგას ეუბნება, რომ თქვენო გაქავებული გულები გაქვთო, მაგრამო ქრისტე ღმერთსო შეუძლიაო ქვებისგანაც კი აღადგინოსო აბრაამის შვილებიო და ეს ქვები არის ჩვენი გულები. დღეს უფალს ვეუბნები, რომ ჩვენი გაქავებული გულები, რომლითაც იოანე ნათლისმცემელმა მამხილა და მითხრა, რომ რას გიგავ გული ნაგვით გამოტენილი და გაქავებული გაქვს ადამიანს გული, მეუბნება, რომ თუ შენ ამ პარტავნებას აი არ იტყვი რომ მე ქრისტიანი ვარ და მე უკვე მონათლული ვარ და მე უკვე ცხონებაში ვარ, თუ კი სიმდაბლე შეიძენ დღევანდელ დღეს და დღევანდელი დღესასწაული, რასაც იოანე ქადაგებდა, რომ ისე იგი შეინანეთ, რამე თუ მოახლოებული არ სათასასუფეველი და სინანული ეს არის მეტანოია და მეტანოია ეს არის გონების შეცვლა, თუ დღეს ჩემი გონება იცვლება იოანე ნათლისმცემლის მხილებითა და ქადაგებით, მაშინ უფალი ამბობს, რომ მე შენ გაქავებული გულისაგან აბრაამის შვილად გაქცევ. ანუ ნიშნავს იმას, რომ ცოცხალი ეკლესიის, ანუ ქრისტეს სხეულის წევრად გაქცევ. სამწუხარო არის, რომ ჩვენ ეს მანამდე მივიღეთ, ზოგმა ბავშვობაში მიიღო ეს ნათლისღება. დღეს ძნელია მათთვის გახსენება აი ამ პასუხისგებლობისკენ მიუთითო. დღე არ არიან ნათლიები, რომლებიც ამაზე უნდა ესაუბრებოდნენ, იმიტომ რომ სამწუხაროდ მშობლებმა ბავშვებს ნათლიები გამოურჩიეს, რამდენჯერ მithქვამს ეს, რომ რაღაცა თავისი მეგობრობის გამო, კეთილგანწყობის გამო, რაღაცა ზოგი ჯვარი გწერია, მაგრამ ესეთების მსმენია, რაღაცა გამორჩენის გამო, იმის გამო, რომ ვიღაცას თანამდებობა აქვს, ვიღაცას რაღაცა შესაძლებლობა აქვს, ვიღაცა ამა ქვეყნის ძლიერთაგან არის წარმომადგენელი და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ პატარა ბავშვები დაიზარდნენ, გახდნენ უკვე სრული ასაკისა და დღეს აქ ტაძარში დგანან და მამა გიორგი ეუბნება, რომ დღეს არის შენი, ანუ ეკლესია ეუბნება, მამა გიორგი არა, ნათლისმცემელი ეუბნება, რომ დღეს არის დრო, როდესაც შენ გაიხსენო შენი დადებული პირობა ღვთის წინაშე და შემოყურებს ახალგაზრდა ადამიანი გეუბნება, მამაო, რა პირობა დავდე? როდის დავდე ეს პირობა? რა პირობაზე მელაპარაკებ? და ეს არის სამწუხარო, იმიტომ რომ ნახეთ
ყველა მიიღო ამაში მონაწილეობა. მშობელმა გადაწყვიტა ასეთი ნათლია ყოლოდა თავის შვილს, ცუდი ადამიანი კი არა, ადამიანი, რომელმაც საერთოდ არ იცის ქრისტიანობა რა არის, ადამიანი, რომელიც საერთოდ ქრისტესთან ურთიერთობაში არ არის, ასეთ ადამიანს დაუყენეთ მასწავლებლად, ისე ბავშვის განმანათლებლად დაუყენეთ ესეთი ადამიანი. მშობელმა გადაწყვიტა ნათლია დათანხმდა და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სასულიერო პირმაც თავი დაღუნა და მოკლედ შევასრულეთ ეს ნათლობა. შევასრულეთ და დღეს ეს ბავშვები დგანან, ზოგი ეკლესიის გარეთ არიან. დღეს ესმით ეს ხმა, ეკლესიის ხმა ესმით და ფიქრობენ თქვენ შვილებს, რომლებიც სახლში არიან და დღეს ტაძარში არ არიან, დღეს მიხვალთ და შეახსენებთ ამას და გეტყვით, რა პირობა, რომელი პირობა, როდის დავდე მე ეს პირობა, როდის გითქვამ შენ ეს რომ მე პირობა დავდე, სად არის იმას, ვისაც უნდა ეთქვა ჩემთვის ეს, სად არის ის ადამიანი, ვისაც ქრისტესთან უნდა დავეახლოვებინე, არ არის ეს ადამიანი. და ამიტომაც ნახეთ, განცხადება უფლისა ეს არის ადამიანში შინაგანად განცხადებული ღმერთი. დღეს ადამიანში ღმერთი უნდა, არ ვიცი, რა ფორმით უნდა იყოს, არ ვიცი, მაგრამ სიხარული უნდა იყოს, რომ ღმერთი გამოცხადდა ადამიანში და სინანულის ძალა მეძლევა. ძალა, ისე იგი მინდა, ნახე, გადაწყვეტილება იმისა, რომ მინდა რომ მონანული ვიყვე, მინდა რომ თავმდაბალი ვიყვე, მინდა რომ მორჩილი ვიყვე, მინდა რომ გულმოწყალე ვიყვე, მინდა რომ ისეთი სიყვარულით მიყვარდეს, რომ უკან არ დამიბრუნონ ეს სიყვარული შეიძლება. მინდა ყველაფერი ეს, ქრისტემ წყურია, ქრისტე მინდა, ქრისტიანული ცხოვრება მწყურია. დღეს გახსენებაა ჩვენი ნათლისღებისა, რომლითაც ყოველი ცოდვები მოგვეტევა დღეს და ჩვენ გვაქვს მეორე ნათლისღება, ეკლესიას მეორე ნათლისღების მსგავსი ფორმა, როდესაც ადამიანი საკუთარი ცრემლებით იწმინდება, არა ემოციური და გრძნობითი ცრემლებით, არამედ შინაგანი ცვალებადობით და შინაგანი სულიერი მდგომარეობით გადმოდენილი თვალთაგან ცრემლით, რომელიც განსწმენს ადამიანის სულს და ადამიანის გული ხდება ადგილი, სადაც ღმერთი და ადამიანი ხვდებიან ერთმანეთს. ჩემი პიროვნება და ღმერთის პიროვნება ხვდება ჩემს გულში ერთმანეთს. ამიტომ ეს არის, როგორ გითხრათ, ისე ღვთის სულის განცხადება არის. ღვთის სულის განცხადება არის და როგორ რა მინდა თქვა, იცით, დღეს ზეიმობს საღვთო სიმართლე. დღეს ჩვენ როგორ არის, იცით, ძალიან დადაბლებული გვაქვს. ეხლა რაზეც გეტყვით ამას, ორი სიტყვით გეტყვით, კარგად დაფიქრდით. ქრისტიანი ადამიანი უნდა ხვდებოდეს ერთ რამეს, რომ სიმართლე აქვს მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს და მერე დაბლა არის შეიძლება ადამიანური სამართალი. ღმერთის სამართალი არა, ღმერთს აქვს სიმართლე, უტყუარი, ყველა სიმართლეზე აღმატებული სიმართლე, მე ვარ ჭეშმარიტება და მე ვარ გზა, მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს აქვს სიმართლე, ჭეშმარიტება, დანარჩენი ყველაფერი, რასაც შემდეგ ადამიანები ჩვენ ერთმანეთს უყენებთ, ესე რომ ვთქვათ, კანონებს, რომელიც თუნდაც ეკლესიაში მოქმედებს, ესენი არის თითქოს ადამიანის სამართლიანობა. ადამიანი თვითონ ცდილობს, რომ ეს სამართლიანობა გამოავლინოს და ნახეთ, რა ეჩეხება ერთმანეთს. ღმერთის სიმართლე, რა სიმართლეა, იცით? ღმერთის სიმართლე არის სიმდაბლე, ღმერთის სიმართლე არის ვნება, ღმერთის სიმართლე არის თავჩაღუნული ყოფნა, ღმერთის სიმართლე არის უყვარდეს ადამიანი და ჯვრიდან ლოცულობდეს და იძახდეს, რომ ღმერთო მიუტევი ამათ, რამე თუ არ აიციან, რასა იქმან. ღვთის სიმართლე არის, რომ ჩვენი ცოდვები აიღოს საკუთარ ზურგზე. ღმერთის სიმართლე არის, რომ ყველა ჩვენთაგანის უძლურებები იტვირთოს მან, შენდობა მოგცეს და გვაპატიოს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის სიმართლე, რომელსა უნდა ყოველთა კაცთა ცხონება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა. ხოლო ადამიანის სიმართლე რა არის? დღეს ყველანი ამაზე საუბრობენ. სასულიერო პირები თუნდაც შენდობას ვითხოვ მაგათან, ზოგი იქ დგას და საკუთარ ადამიანურ სამართლიანობას თითქონ საუბრობენ ადამიანების სამართლიანობაზე, მაგრამ მათში არ არის საღვთო სიმართლე. რატომ? იმიტომ რომ მათში ვერ ჩანს, მათში არ ჩანს, ადამიანებში, ქრისტიან ადამიანებში არ ჩანს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, არ ჩანს ეს ქრისტეს მსგავსი სიმდაბლე, არ ჩანს ქრისტეს მსგავსი მორჩილება მამისა,
როგორათა ჩვენ უნდა ვმორჩილებდეთ ღვთის სიტყვას და ეკლესიის სწავლებას. არ ჩანს ადამიანის აი ესეთი სიყვარული, რომელიც არის, ისე იგი როგორ გითხრათ, იცი, რომ უკან არ ეძებს ადამიანი. არ ჩანს ესეთი სიკეთე, რომელსაც ადამიანი გააკეთებდა იმ წუთში არ ელოდები, რომ უკან დაგიბრუნონ. ეს არის ღვთის სიმართლე და როდესაც ადამიანს მე პირადად უყურებ, რაზე საუბრობს, როგორ საუბრობს, შეიძლება სულ სიმართლეს რაღაცა ადამიანური კუთხით სამართლად სჯიდეს ადამიანი, მაგრამ ჩახედავ მასში და გამოიძიებ, არის თუ არა მის გულში საღვთო სიმართლე. ამ ადამიანურ სამართლიანობასთან ერთად არის თუ არა მასში საღვთო სიმართლე და საღვთო სიმართლეს ადრე ქრისტეს სიმართლეს და ხვდები ერთ რამეს, რომ არანაირი საღვთო სიმართლე მოკლედ არ არის, იმიტომ რომ ადამიანში არ არის თავმდაბლობა, ადამიანში არ არის გულმოწყალება, ადამიანი არ არის მზად შენდობა მიისცეს უშურველად, ყველა ადამიანში არ არის სიყვარული, თანაგრძნობა, ემპათია, რომელიც უნდა ქონდეს ადამიანს, არ არის არანაირი გულმოწყალების მსგავსი რაღაცა, სიმართლეს ამბობს და თვალებიდან გადმოსდის ადამიანს, ყრის ნაპერწკლებს ადამიანი, რომ აი ამ საღვთო სამართლით უნდა რომ ყველაფერი მოაგვაროს და საბოლოო ჯამში ხვდებით ერთ რამეს, რომ მაინც არაფერი არ გამოდის. შეუძლებელია ადამიანური სამართლით ადამიანს რამე გამოუვიდეს ამ წუთის სოფელში. და ეხლა გესაუბრებით კიდე ამაზე, შენდობას ვთხოვთ, მაგრამ ცოტა ხანიც კიდე უნდა ვისაუბროთ ამაზე. ანუ რა არის დღეს ჩვენი პრობლემა? დღეს ყველანი ვჭამთ ერთმანეთს ადამიანური სამართლიდან გამომდინარე. ქუჩაში სხვა სამართალია, სახელმწიფოს თავის კანონები აქვს და სამართალი აქვს. ადამიანურ ურთიერთობაში, ოჯახში სხვა სამართალი და ურთიერთობებია. ანუ ყველგან რაღაცა მცირე ჯგუფებს თავისი სამართლიანობა აქვს, იქ რო შეხვალ თავისი სამართლიანობა გააჩნიათ, როგორ უნდა მოიქცე, როგორი უნდა იყვეს სინამდვილეში, როგორი ითვლები, რომ კარგი ადამიანი ხარ, როგორი ითვლები, რომ კარგი პიროვნება ხარ, როგორი ითვლები, რომ გულმოდგინი ადამიანი ხარ და გამომდინარე აქედან დაყოფილია საზოგადოება. დაყოფილია, იმიტომ რომ უამრავი ადამიანური სამართლიანობა არსებობს, სადაც გრამის სიმართლე არ არის. რა სიმართლე? საღვთო ჭეშმარიტება და ნამდვილი სიმართლე არ გააჩნია ადამიანს. ამიტომაც ნახეთ, ქრისტიანი ადამიანი მოსული ეკლესიაში, რატომ მოვედით ჩვენ ეკლესიაში? გადაღლილები აი ამ ადამიანური სამართლით. აი გადაღლილები და როგორ იცით, ვინც კი არ დამპირდა რომ სამართლიანი იქნებოდა, დაწყებული თუნდაც ადამიანისგან, სასულიერო პირისგან, გაგრძელებული ხელისუფლებით თუ საჯარო მოხელეებით თუ ყველა ადამიანით, რომელიც არის, ყველამ პირდება იმას, რომ მე შენს მიმართ სამართლიანი ვიქნები, მაგრამ ეს სამართლიანობა იმდენად ადამიანურია და ცვალებადია, რომ თვალსა და ხელშუა გამოგეცალა და სხვა რეალობაში წამოყავი თავი. სხვა რეალობა დადგა ქუჩაში, სხვა რეალობა დადგა სახელმწიფოში, სხვა რეალობა დადგა სოფელში, ქალაქში და ასე შემდეგ. და ადამიანი გადაღლილი, ნახეთ, გადაღლილი აი ამ იმედგაცრუებებით, გადაღლილი ამ ადამიანური სიმართლით, იმიტომ რომ რამდენს მივეყუდე და რამდენი გამეცალა, რამდენის იმედი მქონდა და რამდენმა იმედი გამიცრუა. ადამიანი შინაგანად გადაღლილი ბოლო მოვიდა ღმერთთან, ქრისტესთან მოვიდა და თქვა, უფალო, დავიღალე ჩემი სამართლიანობით, ჯერ სხვისი სამართლიანობით კი არა, ჩემი სამართლიანობით დავიღალე, იმიტომ რომ ვისაც კი რას არ დავპირდი, რომ მეყვარებოდა, ვერ შევიყვარე. ვისაც კი არ დავპირდი, რომ ერთგული ვიქნებოდი, მაინც ვუღალატე. ვისაც კი არ დავპირდი, რომ კარგი ვიქნებოდი, მაინც ცუდი ვარ. ხვდები ამას და ხვდები, რომ ადამიანური სამართლიანობა არ არის შენს წინაშე, რომ ერთადერთი ის, რაც ადამიანის გულს მართლა ახარებს, ის, რაც ადამიანის გულს და ადამიანის შინაგანს ნამდვილად ბედნიერებას ანიჭებს, ეს არის საღვთო სიმართლე, საღვთო ჭეშმარიტება. და აი მოსული ადამიანები ეკლესიაში ვიწყებთ ერთ რამეს, უფალო, წაიღე ჩემი ეგოიზმი, ხო? და ამ ეგოიზმში გამოხატული ჩემი სამართლიანობა წაიღე, იმიტომ რომ ისე იგი არ ვიცი არაფერი.
ანუ განუსწავლელი ადამიანი ვარ, საერთოდ არაფერი არ ვიცი, დაბნეული ამ წუთისობელში, რა ჩემს ცოდნას მივეყრდენი, ჩემს მუსკულატურას მივეყრდენი, ჩემს გამჭრიახობას მივეყრდენი, ჩემს ინტელექტს მივეყრდენი, ჩემს ინტუიციას მივეყრდენი, ყველაფერმა მიღალატა. ყველაფერი დავარდა, განულდი და აი ამ დროს ხდება შობა ქრისტიანისა, ზუსტად მოვედი და ვეუნები, უფალო, გეხვეწები, გევედრები, წაიღეს ჩემი ეგოიზმი, დამტანჯა, აღარ შემიძლია მასთან ერთად ცხოვრება, იმიტომ რომ საითაც არ წავედი, საითაც არ გავიქეცი, იქით წავიქეცი. გევედრები შემცვალე რა. გევედრები წაიღეს ჩემი ეგოიზმი და აი ზუსტად ისე იგი ადამიანში შემდეგ შემოდის აი ეს მდგომარეობა, როდესაც იწყება მისი მოკლედ ეგოიზმის ცვალებადობა. და ამ დროს ხდები ერთ რამეს, რომ ქრისტეს გზა არის რა, იცით? ცვალებადობას იწყებ, მაგრამ ეს ცვალებადობა ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის მხრიდან დასაცინი გახდი და უცებ იხსენებ, უფალო, შენც ხო დაგცინეს, კი დაგცინეს, კარგი. ვიღაცის მხრიდან შეურაცხყოფილი ხდები, ფიქრობ, რომ უფალო, შენა შეურაცხყვეს, კი, კაი, ისე იგი მეც ავიღებ ამას. ანუ ხდები, რომ ისა დაგამდაბლებენ ადამიანს, დაგამდაბლებენ, ისე იგი საშინლად გადახედავ ქრისტეს და ეტყვი, უფალო, შენც ხო დაგამდაბლე, შენც ხო ეგრე, კი, შენც ხო დაიმდაბლე თავი, მეც მზათავარ, რომ დავიმდაბლო თავი და ისე იგი გაჩვენებს, ქრისტე გაჩვენებს ერთ რამეს, რომ შენი აღმატებულობა და სიდიდი არის გულის შემოსრულებასა და სიწმინდეში. და ამ დროს, როდესაც ეს ცვალებადობა ხდება, შემოდის ის საოცარი სიყვარული და საოცარი სიხარული და ბედნიერება, რომელიც ამ დედამიწას არ გააჩნია. რაც არ უნდა მთელი შენი ძალაუფლებით, სამართლიანობით, მთელი ქვეყანა რო შეიძინო, ყველა რო შენ გემორჩილებოდეს, მთელი ძალაუფლება, ვერცხლის მოყვარეობა, დიდების მოყვარეობა, სიამოვნების მოყვარეობა გამოავლინო და ყველაფერს აკეთებდე, ხვდები რომ შინაგანად ყარს ადამიანი, შინაგანად უძლური ხარ, შინაგანად უბედური ხარ, შინაგანად გრამის სიხარული, ნამდვილი სიხარულის გაგაჩნია და აი როდესაც ღმერთი ასე გამდაბლებს და შენ იღებ ამ დამდაბლებას და თავს ღუნავ, როდესაც შენდობას აძლევ ადამიანს, როდესაც უანგარო სიყვარულს სწავლობ, როდესაც უანგარო სიკეთის კეთებას სწავლობ, რაღაცა საოცარი სიხარული შემოდის და ხვდები რომ აი ეს არის თურმე. და ახლა ხვდებით ერთ რამეს, რა სითხოვს ჩვენგან წუთისოფელი? რა სითხოვს ხალხო თქვენი ოჯახი, ვინც დღეს აქ დგეხართ, ნათლისღების დღესასწაულზე, სახში რომ მიდიხართ, ის ხალხი რას ელოდება თქვენგან? ელოდება ზუსტად ასეთ რაღაცას, მაგრამ ჩვენ როგორც გითხარით, ამისთვის მზად არა ვართ. მოვდივარ, დგევარ და ვიძახით, რომ არა, დღეს არა. დღეს არა გეხვეწები, რაღაცებს მივხვდი, მამა გიორგი რასაც საუბრობს, ამებს მივხვდი, რომ ქრისტიანად შობა თუ მინდა ეს გზა უნდა გავიარო, იმიტომ რომ სიმდაბლე, მორჩილება, გულმოწყალება, ნამდვილი სიყვარული, სიკეთის კეთების სურვილი უნდა მქონდეს, მაგრამ არა ვარ ამისთვის მზად, არა ვარ მზად ეხა სახში მივიდე და იქ ვიღაცას ვაპატიო, არა ვარ მზად, რომ ცოლი რო ხარ, ქმარს აპატიო, ქმარი რო ხარ, ცოლს აპატიო, რძალი რო ხარ, დედამთილს აპატიო, დედამთილი რო ხარ, ძალს აპატიო, თუ ისე იგი ძალმა მულს აპატიო და მულმა ძალს აპატიო, ასე შემდეგ. არა ამისთვის მზად. სხვანაირად არ შეიძლება, მამაო, წყალი რო წავიღო და სახში ვასხურო, ყოველ დილით რო წყალი დავლიო უზმოზე უნდა დავლიო თუ არა, სეფისკვერი რომ მივაყოლო, ეუნები ადამიანს, არა. ეს ყველაფერი იმისთვის არსებობს, რომ ეს უნდა განახორციელო და თუ შენ ამას არ ახორციელებ, მაშინ შენ ეკლესიის გარეთ რჩები, იოანე ნათლისმცემლის მხილების გარეთ რჩები და საერთოდ ქრისტეს გარეშე რჩები და ადამიანი მოკლედ შინაგანად ამ სიხარულს ვერ განიცდი. და საოცარია, როდესაც ეჩეხები ამას, ძალიან მტკივნეულია. ტკივა ადამიანს, ეს ეგოიზმი რომ მიდის და თავმდაბლობა მოდის, ეგოიზმი რომ მოდის და სიყვარული რომ იბადება შენში, ეს გული ჩვეულ რაღაცა მანკიერებისგან რომ თავისუფლდება, შენი გაქვავებული გული ღმერთი რო ცდილობს რომ აბრაამის შვილად აქციოს და ღვთის შვილად გაქციოს, აი ამ გულს ამსხვრევს და ტკივა, ძალიან ტკივა, მაგრამ ხვდები ერთ რამეს ხვდები, რომ ეს საშინელი განცდა არის და
როგორ არის იცი შინაგანი ყვირის ერთ რამეს რომ მიგახვედრებს უფალი რომ ვიღაცა შენზე ჭკვიანია აქ რომ მოხვედი ვიღაცა შენზე უფრო მეტად წინ დგას ვიღაცამ უფრო ღმერთთან ახლო დგას ადამიანი ანუ შენზე უკეთესია შენზე უფრო წარმატებულია შენზე ჭკვიანია შენზე განათლებულია ოღონდ ქრისტეში განათლებულობას და სიჭკვიანეს ვამბობ და როდესაც ხედავ ამას ადამიანს იმსხვრევა შენს მიხვალ იქამდე მაგრამ როგორი განცდა გაქვს იცი არ მინდა მე მაინც ყველაზე კარგი ვარ მე მაინც ყველაზე საუკეთესო ვარ უფალო რატო უნდა შემცვალო ხო ხედავ რა ნიჭიერი ვარ ხო ხედავ რა კარგი ვარ ნახე ყველაფერი კარგად გამომდის და უფალი გულმოწყალე მამასავით გელოდება ხო აი ეუნება მამა გიორგის ხო რაღაცეები გამოგდის მამაო მაგრამ არა ეგრე არა ეგ არ მინდა შენი ფარისეულური მსახურება არ მინდა შენი რაღაცა გარეგნული მსახურება გული მაჩვენე გული რითი გაქვს სავსე რომ გამოტენილი არის შენის გული რაღაცა ვნებებით ჩვევებით შენი თვისებებით რომელიც საშინელია მაგისგან გამომან თავისუფლებინე და მე მაინც დგევა როგორ იცი თამდაბლობა არ მინდა თავის დახრა არ მინდა და მაინც ესე გაჯგემილი დადის ადამიანი და თავისი სამართლიანობით ადამიანური სამართლიანობით ისე იგი თვითონ თავის თავს ხო ყვებავს აი ამ პარტავნული სამართლიანობით მერე დადის და ხალხშიც ამას ისე იგი ამას მიმოფენს ესე რომ ვთქვათ რომ როგორც მაცხოვარი იძახის რომ ვაი თქვენ და ფარისევლებო რომო დადიხართო რომ იპოვოთო ერთი ადამიანიო და ისო თქვენზე უარესი გახადოთო და როდესაც აი ამ შინაგანი ამპარტავნები და შინაგანი ეგოიზმით თუნდაც სამღვდელო პირი დადის და საკუთარი პირობითი სამართლიანობით ვითომ სამართლიანობით ისე იგი რაღაცა საუბრობს და დავიწყებული აქვს რომ ღმერთის სიმართლე ეს არის თამდაბლობა ღმერთის სიმართლე არის წარმოცალიერება ანუ ისე იგი სიკვდილამდე დატანა საკუთარი ეგოიზმის, ანუ ადამიანური ბუნების ეგოიზმის ბოლომდე გაცამტვერებაა და ამის მაგალითი უნდა იყოს სასულიერო პირი, ზუსტად ამის მაგალითი უნდა იყოს სასულიერო პირი, იმიტომ რომ ღმერთი ამპარტავნებს და საკუთარი სამართლიანობისთვის მებრძოლ ადამიანებს დიდი საქმეებისთვის არ ამზადებს. ღმერთი ამზადებს მხოლოდ და მხოლოდ თავმდაბალ ადამიანებს დიდი საქმეებისთვის და ამის მაგალითია ჩვენი უდიდესი და უსაყვარლესი წმინდანი, უახლოესი ჩვენი ისტორიის ეს არის მამა გაბრიელი. მე მახსენდება რამოდენიმე სასულიერო პირი ვისთანაც საუბარი ქონდა ხოლმე და იზახდა რომ მე ადამიანი ნანახი მყავს კაცო იმას აკეთებდა ამას აკეთებდა და ისეთი საშინელი სიტყვები აქვს ნათქვამი თუ მაგას წმინდანად შერაცხავენო მე ამ ეკლესიაში არ დავრჩებიო. მაგრამ გავიდა დრო, გავიდა ხანი და ის სასულიერო პირები, რომლებიც თითქოს გარეგნულად სამართლიანად იძახდნენ ამას, მოყავდათ მაგალითები, რომ აიცი რა ესი აკეთებდა, ისი აკეთებდა, გავიდა ხანი და მამა გაბრიელი საღვთო სიმართლემ აქცია იმათ, რათაც არის დღეს ქცეული. იმიტომ რომ მამა გაბრიელი საღვთო სიმართლის ერთგული დარჩა და არა საკუთარი სამართლიანობისა და არა საკუთარი პირადი ეგოიზმისა და ამპარტავნებისა. აი ეს არის, ასეთებს ამზადებს ღმერთი, ისე იგი საუცხოო და საოცარი საქმისთვის, ასაც ქრისტიანობა ქვია. ეხლა ვიღაცა თქვენთაგანი იტყვის ასეთ რამეს, მამო, განა ჩვენც რა, ჩვენ რა გავქანა, ჩვენც მაგისთვის ვართ მოწოდებულები, ამ მასშტაბით შეიძლება არ ახარ. მაგრამ შენი ოჯახის გამო მაინც რო აკეთებდე ამას, ამაში არა მხოლოდ ვალდებული ხარ, არამედ ამისთვის მოწოდებული ხარ შენ. თუ შენ არ შეგიძლია მამა გაბრიელივით გაიტანო ესე რო თქვა შენი სიმდაბლე, აი დაიმდაბლო საკუთარი თავი, საკუთარი ეგოიზმი უარყო და გაიტანო ნამდვილი ქრისტიანობა იმ სამყაროში, სადაც ამისი საერთოდ ნასახიც კი აღარ არის დარჩენილი, კრიზისში, სულიერ კრიზისში მყოფი კაცობრიობა, რომელსაც საერთოდ სული არის მკვდარი უკვე ჩვენი საზოგადოებისა, გაიტანო და ეს გაცოცხლებული სული დაანახო იმ ადამიანებს. და ამისთვის გვამზადებს ჩვენ უფალი. და თითოეული ქრისტიანის პატარა მასშტაბში, ოჯახის, სოფლისა, თუ ქალაქისა თუ საზოგადოების ვალდებულება არის ჩვენი ყველასი ქრისტიანისა და მით უფრო სასულიერო პირებისა.
ჩვენ მოწოდებული ვართ ამისთვის, აი ამ კენოზისისთვის ვართ მოწოდებული. კენოზისი ნიშნავს სიკვდილამდე თავგანწირვას და სიკვდილამდე თავის დამდაბლებას, რომ ადამიანები გამოიხსნა და ადამიანები ცხონდნენ შენი შემხედვარე, რომ თქვან ესრეთ ბწყინევდი, ესე ბწყინავს ნათელი შენი კაცთა წინაშე, რამე თუ ჩვენ ხედავთ შენ კეთილ საქმეებს და ვადიდებთ ღმერთს, რომლის მსახურით შენახარ. ეს უნდა თქვას გარეთ საზოგადოებამ, ეს უნდა თქვას, ეს უნდა დაინახოს. და ამიტომ უნდა ვიცოდეთ ასეთი რამე, რომ ღმერთი ჩვენ ამისთვის გვამზადებს. და თუ მოვედით ამ ტაძარში, თუ მოვედით ღმერთის სამსახურებლად, წლები გავიდა, ხალხო, წლები გავიდა და ისე იგი აი ამ მდგომარეობაში ჩავრჩით და ჩავრჩით, წყალი, ისე იგი ბზა და რავი, ცხარი, სანთელი, ამაში ჩავრჩით და უფალი ესე აი როგორ გითხრათ, იცი, მოწყენილი ესე რო ვთქვა, ჩვენი შემხედვარე, გულდაწყვეტილი თუ ესე შეიძლება ითქვას უბრალოდ, იმიტომ რომ ანუ არ შეიძლება ვნება შევიტანოთ ღმერთში, რა თქმა უნდა, ღმერთს ახლა არც გული აქვს, ესე რო თქვა და არც გული წყდება მას, მაგრამ ჩვენი ადამიანური გაგებით რო ავიღოთ, ყველა ჩვენს მოსვლის შემდეგ ეკლესიაში და ჩვენი გასვლის შემდეგ ელოდება ერთ რამეს, იღებს მეორე რამეს. ელოდება ამას, იღებს მეორე რაღაცას და ისე იგი ჩვენ აი ამისთვის მზად არა ვართ. იტყვის ისმის კითხვა, მამო, მაინც და მაინც ესე უნდა მოხდეს ყველაფერი. ესია საჭირო, რომ ესე უნდა დამდაბლდეთ, კაცო. ეს არის ქრისტიანობა, ეს არის რასაც გვეუბნება ქრისტე, რომ ანუ გამოდის, რომ ქრისტიანები თუ ვართ, აი ესეთი, ისე იგი თამდაბლები და უნდა ისე იგი შეიძლება როგორ ვთქვათ, იცი, აი ნაგინები შეურაცხყოფილი, ეს არის აუცილებელი და მე გეტყვით ერთ რამეს, რომ დიდი ამოცანები იცოდეთ, აი დიდი ამოცანები და ქრისტიანობა უდიდესი ამოცანაა. ქრისტიანობა ყველაზე აღმატებული რამ არის ამ წუთისობაში. ეს ჩვენ ვაქციეთ ქრისტიანობა და ც, რომ ადამიანი ყველაფერია და მერეა ქრისტიანიც, ეს არის ჩვენი პრობლემა. მაგრამ ქრისტიანობა ავერაფერს ადამიანი ამ წუთისოფელში ვერ გააკეთებ ისეც, რომ შენ ქრისტიანობაზე უფრო მაღალი და აღმატებული იყოს ეს. ვერაფერს ვერ გააკეთებ. 10 ტაძარი რო ააშენო, ეკლესია, მონასტრები რო ააგო, ადამიანმა ისე იგი რაც კი შეიძლება აკეთო ყველაფერი თითქოს გულმოწყალებასთან იყოს საქმე, მე გეტყვით ერთ რამეს, რომ შეიძლება ადამიანის შინაგანად ქრისტიანის სულისკვეთება არც კი კონდეს და ქრისტიანობა კიდე ეს არის. გეუბნება რომ შენ შეგიძლია ტაძარი ააშენო, მამა გიორგი, ააშენე ტაძარი, ააშენე, ეხლა გულის შემახედე შენი, აუ გული ისევ ისეთია. მეორე ტაძარი ააშენე, გული მანახე შენი, გული ისევ ისეთია. რა შვები, კაცო? რა საკეთებ? როდის უნდა მოეგო გონს? ამიტომ მე ვიძახი, ჩვენ ვიძახით, ქრისტიანობა ეძახის, რომ დიდი ამოცანები სამყაროში, უდიდესი ამოცანები, რასაც ქრისტიანობა ქვია და ადამიანის ქრისტიანაჩობა ქვია და ადამიანი, რომელიც უნდა განემზადოს, ჩვენ ყველანი მისიონერები ვარ და მქადაგებლები ვარ, თუ ჩვენ აი ამ თვისებებს არ შევიძენთ, ფუჭი იქნება ხალხო, ვერავის ვერაფერს დაანახებ. ერთ ადამიანსაც კი ვერ მოიყვანთ ეკლესიაში და შეიძლება მოიყვანო შენსავით, სანთლის დასანთებად, წყლის წასაღებად, ცხრის დასაკლავად, ბზის წასაღებად მოიყვან, კი ბატონო, მაგრამ ქრისტეში იშვას ადამიანი, რომელზეც ეხლა ვსაუბრობთ და შენ გახდე ნამდვილი მისიონერი და ნამდვილი მოციქული, ესე რომ ვთქვათ, რომელმაც უწყება უნდა მიიტანოს იმ ადამიანებთან, რომელთა ჯერ კიდე ქრისტე არ გაუცნიათ, ამას ვერ შეძლებ. ვერაფრით ვერ შეძლებ ადამიანი და ამიტომაც ნახეთ როგორ არის, ჩვენ ყველამ ერთი რამე უნდა ვთქვათ, აი მრევლმა უნდა მოხვიდეთ, მომიტრიალდეთ და ჩვენ სამღვდელოებასაც, ჩვენ ზემოთ ვინც არიან იმათაც, ღვდელმთავრებსაც, ყველას ჩვენ უნდა უთხრათ ერთი რამე, მამებო, ღვდელმთავარნო, ჩვენ ვუყურებთ ერთ რამეს, რას ვუყურებთ? თქვენში არის თუ არა საღვთო სიმართლე, ანუ საღვთო სიმართლე ნიშნავს უდრის, საღვთო სიმართლე უდრის, საღვთო სიმართლე, რომელიც დედამიწაზე ამ წუთის სოფელში ვლინდება, უდრის თავმდაბლობას, თავგანწირვას, ისე იგი უანგარო სიყვარულს, უანგარო სიკეთეს, შეურაცხყოფის ატანას, ყველაფერს უდრის. ამას, ანუ ეს გაქვთ თუ არა გაქვთ.
ამას შეძლებთ რომ ჩვენ გაგვიძღვეთ წინ, იმიტომ რომ დანარჩენს რასაც თქვენ აკეთებთ, მაგას ჩვენც ვაკეთებთ. არაფრით განსხვავდებით ჩემგან და თუ კი მე არაფრით განსხვავდები შენგან, არა მხოლოდ გარეგნული მსახურებით რომ მე მღვდელი ვარ და შენ უბრალო ადამიანი ხარ მრევლი, არამედ გულის მდგომარეობით თუ არ განსხვავდები ჩვენ ერთმანეთისაგან, მაშინ რა არის აქ? სად არის ის სხვაობა, რომელიც უნდა იყოს? რაში უნდა გამოყვე? სად მიდიხარ რომ მეც გამოყვე? და მე თქვენ ხედავთ ერთ რამეს, მოვიდა ვიღაცა შეურაცხყოფა მიაყენა, თქვათ მე მამა გიორგის და ხედავთ რომ მამა გიორგის გამოვარდა, ანუ იმარო ერთი უთხრა, ამან სამი უთხრა, პატივმოყვარეობა გამოვარდა წინ და ხვდები რომ იცი რა, ნახე ის ადამიანები ვინც თავის სამართლიანობით დადიან იტყვიან, ვა რა მაგარი მამაოა. იმიტომ რომ ნახე როგორ მოიქცა, ნახე უკა ისე ის გააკეთა, ეს გააკეთა, რატო? იმიტომ რომ შენში მღვდელში დაინახა თავისი თავი. იმიტომ რომ თვითონაც ეგეთია, თვითონაც ეგრე ექცევა ადამიანებს. და სწორს კითხვას შენსა და ჩემ შორის მამაო საბოლოო ჯამში რომ დაფიქრდება, განსხვავება რა არის? იმიტომ რომ შენ უფლება გაქვს საცეცხლური გეჭიროს და შენ უფლება გაქვს უბრალოდ რომ საღვთომსახურება სხვაგვარად აღასრულო. გული დამანახე და რითი ხარ წინამძღოლი ჩემი, რითი ხარ წინამძღვარი ჩემი და წინამძღვარი ხარ ჩემი აიმით რა ისი გაკეთებაც მე არ შემიძლია. იმიტომ რომ ტაძარს მეც ავაშენებ. ერის ადამიანი ვარ, მაგრამ ტაძარს მეც ავაშენებ, ტაძარს მეც ისე იგი აღვადგენ. რასაც შენ აკეთებ, ყველაფერს გავაკეთებ, მე უფრო თან მეტი საშუალება მაქვს ეგ გავაკეთო, მაგრამ რა გაქვს მამაო ისეთი რაც მე არა მაქვს. რისი წინამძღოლობა შეგიძლია ჩემი? აი ამას უნდა ვეძებდეთ ჩვენ. და როგორც თქვენ ეძებთ ჩვენში ამას, სამღვდელო პირებში უნდა ეძებდეთ ამას, ასევე ეძებენ თქვენში ამას თქვენი ოჯახის წევრები, რომლებიც დღეს აქედან რო წახვალთ, სახლში გელოდებიან. და როდესაც ამას იაზრებ ადამიანი, და როდესაც ამ პასუხისგებლობას იღებ ადამიანი, აი მაშინ გული ხდება სინანულის გამცდელი და გული ხდება ღმერთის დამძახებელი. უფალო არაფერი შემიძლია შენს გარეშე. და როდესაც ადამიანი ზუსტად მიხვდება, აი ამ წერტილამდე მივარო, ღმერთის გარეშე არაფრის ქმნა არ შემიძლია, იმიტომ რომ რაც არ უნდა ლამაზად ჩანდეს გარეგნულად ჩემი ქმედებები, ის ყველაფერს ამას ეს ადამიანური სამართლისა და სამართლიანობის შედეგია, რომლის უკანაც ჩემი ეგოიზმი, დიდების მოყვარეობა და ყველაფერი ის, რაც ამ პარტავნებასთან არის კავშირში, ეს იმალება, მაშინ ხვდები რომ არა, ღვთის სამართალი მინდა, ღვთის სიმართლე მინდა, სიმართლით ცხოვრება მინდა მე. აი ეს არის რასაც მოკლედ ელოდებიან ჩვენგან, ელოდებიან ზუსტად ჩვენგან და ასეთი ადამიანები იგზავნებიან. ღმერთი ასეთ ადამიანებს ამზადებს, ასეთ ადამიანებს, ვისაც აი ამის მიღება, დატევა და გაცემა შეუძლია, ვისაც შეუძლია ღმერთისგან თამდაბლობის მადლის მიღება, დატევა და გაცემა შეუძლია, ასეთ ადამიანებს ამზადებს ღმერთი მხოლოდ და მხოლოდ ქადაგებისთვის, სათასასუფევლის ქადაგებისთვის. ასეთი იყო იოანე ნათლისმცემელი და აი ესეთი უნდა იყოს ყველა ქრისტიანი და ასეთი უნდა იყოს მით უმეტეს ადამიანი, რომელიც სამღვდელო ხარისხში არის და ასეთი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მით უმეტეს სამუნაზნო ცხოვრებას არის შედგომილი და ასეთი უნდა იყოს ადამიანი, მით უფრო, რომელიც უფრო მაღალ იერარქიას წარმოადგენს, რომ შენ მასში დაინახო თამდაბლობის, თავგანწირვის, უანგარო სიყვარულის, უანგარო სიკეთის, მომხვეჭელობის გარეშე ცხოვრება, უვერცხლობისა, ანუ ამ წუთისოფლისაგან განთავისუფლებული უდანახო ადამიანი, რომელიც შენს გეტყვისო, იცი რა, წამო გამომყევი. მე გამთავისუფლდი აი ამ ყოველდღიურობისაგან, რასაც წუთისოფელი ქვია, ჩემი ეგოიზმისაგან და ჩემი სიამოვნებით მოყვარეობისაგან და მაშინ ადექი და გამომყევი მოკლედ მე. დროზე ადრე ჩვენ კი ვთხოვთ ღმერთს, მაგრამ გადახედეთ ერთი რამე, ვისაც კი მიეცა რაიმე წარმატება, ვისაც კი მიეცა რაღაცა, ისე იგი ცოტა ძალაუფლება, გადახედეთ, ყველანი გატყდნენ,
ყველანი გაისრისნენ ამ ძალაუფლების ქვეშ, ყველა ცოდვაში ჩავარდა, ზოგი ძუნწი გახდა, ზოგი შეიცვალა შინაგანად, იმიტომ რომ გულში რაც იყო, იმან დაიწყო მერე აქტიურობა დაიწყო, აქტუალობა რაც ჰქონდა, ამან რეალიზება დაიწყო ცხოვრებაში და ზოგი ისე საშინლად შეიცვალა, თანამდებობა რომ მიიღო, ფული რომ მიიღო, სიამოვნების ისე იგი კეთების საშუალება, მიღების საშუალებები რომ მიეცა, საშინელ მდგომარეობაში გახდა ადამიანი. ამიტომაც ღმერთი ქრისტიან ადამიანს არ აძლევს იმაზე მეც, რაც მისი სულის საცხონებლად არ იქნება სწორი. ისე იგი დავით მეფსალმუნე იძახის, არა მიხილავს მართალი დაგდებული და მთხოვნელ პურისა. ქრისტიანმა ადამიანმა დღეს საზოგადოებას უნდა უთხრათ, რომ არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოველი სიტყვითა, რომელიც გამოდის პირისაგან ღვთისა, არა კომფორტით, არა ლამაზი სახლებით, არა ორსართულიანი და სამსართულიანი კარგად მოწყობილი ცხოვრებით, მანქანით და კეთილდღეობით, რომელიც ამ წუთის სოფელში არის, არა მაგით ცხონდები ადამიანი, არამედ სიტყვით ღვთისა, რომელიც გარდა მოდის პირისაგან ღვთისა. ეს არის ჩვენი ჭეშმარიტი საკვები და როდესაც ჩვენ ამას ხვდებით, როდესაც ჩვენ ამას ვიაზრებთ, მაშინ ვართ ნამდვილად ჭეშმარიტი ქრისტიანები და ღმერთიც რომ დატოვებს ჩვენგან, როგორ გითხრათ, ისე ოქროს რო გამოწრთობენ, ოქროს ხო გამოწრთობენ და ბაჯაღლოს რო იღებენ, ყველაზე საუკეთესო სინჯს რო იღებენ, ოქროსი ესე გამოგწრთობს ქრისტიან ადამიანს ღმერთი და შემდეგ მოგაცილებს რა, ყველაფერს ჭუჭყს რაც აქვს, მერე გეტყვის რომ წადი შენ და ეხლა შეგიძლია ჩემს შესახებ ისაუბრო. და ეხლა ალბათ უფალი მიყურებს და მეუნება, მამაო, შენ ჩემზე რატო საუბრობ? შენ ეს გზა გაიარე? და მე ვეუნები, არა უფალო, არ გამივლია. მაგრამ მომეცი ძალა, მოგვეცი ძალა ყველას, რომ ამ გზას შევუდგეთ. მოგვეცი ძალა, რომ ამ წუთის სოფლის შვილები კი არ ვიყვეთ, შენი შვილები ვიყვეთ. ამის ძალა მოგვეცი გევედრები, რომ ესე შევუდგეთ ერთხელ და სამუდამოდ გავბედოთ და ქრისტიანობა დავიწყოთ, რომ სერიოზულად მოვეკიდოთ ამ ყველაფერს, რომ გული შეიცვალოს ჩემი შინაგანი შეიცვალოს და დავიწყო მომზადება მარადიული ცხოვრებისათვის. მხოლოდ ასეთ ადამიანებზე აშენებს უფალი, მხოლოდ ასეთ ადამიანებზე აშენებს, მხოლოდ ამ დროს არის ადამიანს, ამ დროს აქვს საოცარი სიხარული და ეკლესიაც ესე რომ თქვათ, ასეთ ადამიანებზე, ისე იგი ასეთი ადამიანებით შენდება და ამიტომ ამისთვის ყველანი ჩვენ მოწოდებულნი ვართ. მოდი დღეს ნათლისღების დღესასწაულზე ეს ზახილის ხმა გავიგოთ და ღმერთს უპასუხოთ. ეს ზახილის ხმა, რაზეც ახლა დღეს ვისაუბროთ, ეს დაძახება ღმერთისა გავიგოთ და აქედა რო წავალთ, ხო, არა მხოლოდ საოცარი სიწმინდე, რომელიც ეკლესიის წიაღში არის, წმინდა წყალი, წმინდა აიაზმა წავიღოთ სახში, რომელიც ხშირ შემთხვევაში წლიდან წლამდე გამოუყენებელიც კი არის ხოლმე სახში, ისე იგი არც იყენებენ ადამიანები ამას, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ წაღება ადამიანისთვის და მოკლედ ამაზე აღარ გავაგრძელებ, რამდენად ბევრი გვაქვს სასწაული ჯერ კიდევ და რამდენად ჩვენსა და ქრისტეს შორის იმდენი რამე გვაქვს ჩაყოლებული, იმდენი რამე გვაქვს ჩაყენებული, რომ ღმერთი აღარ ჩანს. დამტვერილია ჩვენი სარწმუნოება და ეს მტვერმა იმდენად, ისე იგი ზემოდან ქრისტეს უყურებ და ქრისტე აღარა ჩანს, საერთოდ არ ჩანს, დამტვერილი და გაჭუჭყიანებული არის მინა, რომლის იქითაც ქრისტე უნდა მოსჩანდეს. იმდენ რაღაცა გვაქვს ჩაყრილი, რომ ახლა ამაზე ერთიანად რომ ადამიანმა გაიგო და ისე იგი მოისმინო, შეიძლება ადამიანი უიმედობაშიც კი ჩავარდეს, მაგრამ შეუდგეთ ამ გზას, შეუდგეთ ნამდვილად ჭეშმარიტად ქრისტიანობის გზას, რომ მართლა რეალურად თქვათ ის, რომ საქართველო გაბწყინდება, ივერია გაბწყინდება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრები ვართ, ისე იგი ჩვენ კვართი გვაქვს, ჩვენ ილიას კვართი გვაქვს, ღვთისმშობლის კვართი გვაქვს, მაცხოვრის კვართი გვაქვს, ამდენი სიწმინდეები გვაქვს, მაგრამ შენ მითხარი, შენთან რა კავშირშია ეს? შენთან რა კავშირშია ეს ყველაფერი? ის რო არის შენთან რა კავშირშია? და ამას ხშირად პასუხს ვერ ვცემ ჩვენ. ღმერთმა ამის ძალა მოგცეს, რომ
აი ამ ლოზუნგების უკან, რომელიც უდიდესია, რომელიც ალამივით უნდა გვეპყრას ქართველ ადამიანს, ამ იმის უკან კი არ ხდალები, ამ იმის უკან უწმინდურები, ამ იმის უკან ამ პარტავნები, ამ ალამის უკან, ამ მოწოდებების უკან, ამ პარტავნები და ეგოისტები კი არ ვიმალებოდეთ, ბილწები და ვნებასაყოლილები კი არ ვიმალებოდეთ, არამედ რეალურად აი ამ ალამის უკან, როგორც ჯარი რომ იდის საბრძოლველად, აი ერთ-ერთი ჯარისკაცი ყოფილიყავით, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს მართლა ქრისტეს შედგომა და საკუთარი თავის ცვალებადობა და საკუთარი თავის დამდაბლება და საკუთარი თავის მოკლედ ჭეშმარიტებაში მოყვანა. ღმერთმა დალოცვილი, დღეგრძელი, გახარებული გამყოფოთ ყველანი. ღმერთმა ამის ძალა მოგცეს ყველას, რომ ქრისტიანული გული შობოს ისე იგი ქრისტემ ჩვენს პიროვნებაში და ჩვენი ცრემლებით, წმინდა წყლით, რომელსაც დღეს ავიღეთ, ამის ხურებითა და მოღებით განწმინდოს ყოველივე ბიწი ჩვენი გულისაგან, განაახლოს ჩვენი გული, დაბადოს გული წმინდა ჩვენსში და მოკლედ ასე სასუფევლის გზისკენ მავალნი გავხადოს ყველანი. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყავთ თქვენ ყოველთა თანა. ამინ.